ოპოზიციურ ვიანში უთანხმოება გრძელდება. ამჟამად დაპირისპირებული მხარეები ხალხის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ალეკო შალამბერიძე და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ლევან ვეფხვაძე აღმოჩნდნენ. ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ შალამბერიძემ ვერსიის ჟურნალისტთან გულახდილის საუბარი გადაწყვიტა და ოპოზიციურ ვიანში ეგრეთ წოდებული უჩავას არსებობა არ გამორიცხა. ისე რომელ ერთობაზეა საუბარი, როცა ბევრი უკვე რვიანის დაშლას ინასარმეტყველებს. ამას წინათ აღნიშნეთ, საერთოდ ტექსტიც კი დიდი სიძნელეებით მივიღეთ, რადგან ქრისტიან-დემოკრატები რაღაცებში გვეწინააღმდეგებოდნენო. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რაზეა საუბარი. პირდაპირ გეტყვით, ბევრი ნიუანსია, რომლის გადალახვაც ყოველი გადაწყვეტილების მიღებისას გვიხდება. და იმაზე არ გიფიქრიათ, რომ ამ რვიანში ერთი უჩავა თქვენს გყავთ? უჩავების ყოფნა, რა თქმა უნდა, მოცემულობაა და თავს ვერც ჩვენ დავდებთ ვერავისზე. მაგრამ იქ გადაწყვეტილებას კომპრომისებით იღებენ უჩავას ტიპის ადამიანი უფრო მეტად ვერ გამოჩნდება, ვიდრე ისეთ ორგანიზაციაში, სადაც ცივილიზებული და ერთპიროვნული მმართველობაა. შალამბერიძის ზედმეტ გულახდილობას დღეს ქრისტიან-დემოკრატი ვეფხვაძე ITV-ს მედია კლუბში გამოეხმაურა, სადაც მან შალამბერიძის მხრიდან გაზეთ ვერსიასთან ქრისტიან-დემოკრატების წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოითხოვა. ჩვენ ვიყავით შეთანხმებული, რომ მსგავსი ტიპის ასთა სხვაობა თუ წარმოიქმნებოდა, ეს არ ყოფილიყო ეგრეთ წოდებული საგაზეთო დებატების საგანი, თუმცა სამწუხაროდ ბატონმა შალამბერიძემ აირჩია ეს გზა, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს მათთვის არის მისაღები, ჩვენთვის მიუღებელია, თუ მათთვის ეს ურთიერთობის ფორმებში დასაშვებია, ჩვენთვის ეს დაუშვებელია და ჩვენ ამ ურთიერთობებს ცხადია გადავხედავთ. 13 ივნისს გაზეთ ვერსიაში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით განმარტებებს დღეს თვითონ შალამბერიძეც აკეთებს. ქრისტიან-დემოკრატების მიმართ ბრალდებებს უარყოფს და მათთან ურთიერთობის გარკვევის ინიციატივით გამოდის. შალამბერიძე დაპირისპირება სტატიის ავტორს აბრალებს და ვერსიის ჟურნალის ინტრიგნობაში ადანაშაულებს. მე მივესალმები სიტუაციის გარკვევას, ჩვენ არა ვართ ერთმანეთის უცხოები და ჩვენ მაგიდასთან დიდი ხანია ვზივართ, მაგრამ მეორე მხრივ ვიტყვი იმასაც, რომ ეს არის ჟურნალისტის მიერ გაკეთებული ინტრიგის შეტანა, როდესაც თქვათ უჩავას ტიპის ადამიანი პიროვნება შემოტანილი არის და მიბმული არის ხელოვნურად უკვე ქრისტიან-დემოკრატები. თუმცა საპირისპირო სამტკიცებს თავად ჟურნალისტი ნინო კომახიძე, რომელიც ამბობს, რომ მის მიერ ჩაწერილი ინტერვიუ გაზეთის ფურცლებზე უცვლელად გადავიდა. კოლარულ საუბრებს მგონი აჯობებს სიმართლე ერთმანეთს მაინც უთხრან ოპოზიციურ სპექტრში მოღვაწე პარტიებმა, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი სიბინძურე, ძალიან ბევრი ტყუილმართალი. რაც შეეხება ბატონი ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებას, ინტრიგას, შემოგდებულ ინტრიგასთან დაკავშირებით, ის რაც თქვენ წაიკითხეთ ვერსიის ფურცლებზე, არის ინტერვიუს შემადგენელი კითხვები და პასუხები. ახლად წარმოშობილ დაპირისპირებას ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძეც გამოეხმაურა. კაციტაძე ოპოზიციური რვიანის წევრებს ერთმანეთის მიმართ წარმოთქმული ბრალდებების დროს მყარი არგუმენტების მოშველიებისკენ მოუწოდებს. როდესაც პოლიტიკური პარტია ან თუნდაც პიროვნება პარტნიორულ ურთიერთობაში ხარ და კონკრეტულ პასუხისმგებლობაში ხარ შენს პარტნიორთან, შენს დაუშვათ ვერჩი მდგომთან და რაღაც ერთიან საქმეს ეწევი, ცოტა უფრო დაკვირვებული უნდა იყო, ცოტა უფრო წინდახედული უნდა იყო ამა თუ იმ ხასიათის შეფასებებთან და თუ მაინც და მაინც აკეთებ ამ შეფასებებს, მაშინ მას სჭირდება ძალიან მყარი არგუმენტაცია. დაიშლება თუ არა ოპოზიციური რვიანი და გაიზიარებს თუ არა სხვა მრავალი ერთობის ბედს კიდევ ერთი პოლიტიკური გაერთიანება. თავისი აზრი დღეს ამ თემაზე ITV-ს ექსპერტებმა გაუზიარეს. შესაძლებელია რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ დატოვოს თქვათ რვიანი, მას შემდგომში თქვათ შეიძლება აღარებას რვიანი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ რიგი პოლიტიკური პარტიები შეინარჩუნებენ ერთობას. გახდება თუ არა ვერსიის სტატია ოპოზიციური რვიანის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური გაერთიანების მომავალთან დაკავშირებით დღეს კონკრეტული განცხადებები არ კეთდება, შესაძლოა ქრისტიან-დემოკრატები პირველები აღმოჩნდნენ იმ პარტიებს შორის, რომლებიც რვიანს დატოვებენ.